შემდეგი საკითხი, რაზეც თქვენი ყურადღების გამახვილება გვინდა, ეს არის განცალკევებული სველი წერტილები. ცალკე საპირფარეშო, ცალკე აბაზანა. დღესდღეობით 90% ბინებში კეთდება ახალს არაფერს არ ვამბობთ, ერთიანი სველი წერტილი, სადაც აბაზანაც არის მოქცეული, ხშირად ისეთი პატარა არის ხოლმე სივრცე, რომ აბაზანაც არ ეტევა და საშხაპე არის სველი წერტილია და იფსიდოთ ხოლმე სარეცხი მანქანის ჩაკვეხებას, ასე ვთქვათ, მოთავსებას და ასე შემდეგ. ამ ბინაში მე მგონი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო მე პატრონემ, ჩვენი რჩევით რა თქმა უნდა და თვითონაც მოყვა ამ რჩევაში და საშუალებაც იყო რაც მთავარია ფიზიკური განლაგების. ეს არის საპირფარეშო და ეს არის აბაზანა. ჯერჯერობით აქ რემონტი არ არის გაკეთებული. შემდეგ გადაცემაში აუცილებლად განახებთ რა და როგორ არის განთავსებული. იატაკის გათბობა აქაც არის გაკეთებული როგორც გითხარით და ორივე სველ წერტილში არის გაკეთებული. თან საშუალებაც იყო თვითონ გარების თვალსაზრისით რა რო გაკეთებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ გამოვალი სიტუაცია არსად არ არის. თუ გინდა ცალკე გაკეთება, დარწმუნებული ვარ, სწორი ინჟინერული გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია ცალკე საპირფარეშო გაკეთდეს და ცალკე აბაზანა. ნუ დაზოგავთ ამაზე ნურს რესურსს, ნუც კვადრატულ ზედმეტ 2 კვადრატს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან დიდი კომფორტია და გირჩევთ ყველას რომ ასე მოიქცეთ.